მოგესალმებათ ანატუნა. თქვენ ბრძანდებით ჩემს არხზე და დღეს მე დედიკოსთან ერთად გავაკეთებ საშობაო უღვეძელებს. გამარჯობათ. საფუარს დავუმატებთ 1 ჩაისკოვის შაქარს და ავურევთ თბილ წყალთან ერთად. გავხეხოთ ყველი, კარგად გავხეხოთ, ბევრი გავხეხოთ. ამდენი უნდა გავხეხოთ, ასეთი უნდა გავხეხოთ. დავადგათ კვერცხი მოსახარშად, რადგან კვერცხის გარეშე საშობაო ღვეძელი წარმოუდგენელია. დაველოდოთ სანამ საფუარი ასეთ კონსისტენციამდე არ მივა და არ აფუვდება და შემდეგ ფქვილში დავამატოთ აფუებული საფუარი. დავამატოთ თბილი წყალი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი. და ცხვირზე უნდა წავუსვათ, აუცილებელია. დავამატოთ ზეთი და კვლავ მოვზილოთ ჩვენი ცომი. კვერცხიც მოიხარშა, ცომიც გამზადდა. დავყოთ ასე პატარა ნაწილებად. დავჭრათ კვერცხი და გავაბრძოლოთ ცომი. დავადოთ ყველი და დავადოთ კვერცხი. ეს ყველაფერი გავახვიოთ. შარუნას მოვაყაროთ ფქვილი და დავადოთ ჩვენი ღვეძელი. მეორედ საქარის წავუსვათ კვერცხისა და რძის ნარევი, რომ მოიბრწყიალოს და უფრო გემრიელი იყოს. შევაგდოთ ღუმელში. მესამე და მეოთხე საქარიან. იუჰუ! იმათაც იგივე ბედი ეწევათ. მერი ქრისმას. ჩვენი გამოცხობილი ღვეძელები დავალაგოთ ლამაზ თეფშებზე. მოდით გადავტეხოთ. ძალიან გემრიელია. ჩვენ გავაკეთეთ ეს საათნახევარში და თქვენც გირჩევთ რომ გააკეთოთ. Bye!